18 მილიონ 20,000 ლარს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში გაყიდული მზიურის საფასურად კომპანია, რომელმაც კულტურის ცენტრი შეიძინა საქართველოში არეგისტრირებული და გავრცელებული ინფორმაციით მის დიდი ნაწილი ყაზახებს ეკუთვნის. ვარაუდობენ, რომ მზიური თავის ფუნქციას ვერ შეინარჩუნებს და იქ ბანკი განთავსდება. 3000 კვადრატული მეტრი მოსკოვის მთავარ ქუჩაზე. ძველარბადზე მდებარე ეს შენობა, რომელიც 1986 წლიდან საქართველოს საკუთრება, 18 მილიონ 20,000 ლარად გაიყიდა. Ženi მსროსიდა, რამდენი წლისაა? ჩემი მსროსიდა 5 წლისაა. ქართულის გაკვეთილები რუსეთში მხოლოდ აქ, კულტურის ცენტრ ქართულ სახლში ტარდება. ქართულის გაკვეთილების გარდა სწორედ ამ შენობაში არის განთავსებული ქართული სათვისტომო, ქართველთა საზოგადოება რუსეთში, ახალგაზრდული მოძრაობა ლაზარე და საჭადრაკო კლუბი. აქვე მოქმედებს ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. მზიურის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. აუქციონი თბილისში ეკონომიკის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით ჩაატარა. მოსკოვში მცხოვრები ქართველებისათვის უკვე ცნობილია, რომ მზიური კომპანია ტრასეკა გრუპ ჰოლდინგმა შეიძინა. მოსკოვში იმასაც საუბრობენ, რომ შენობის ახალი მფლობელი აქ ბანკის გახსნას აპირებს. ერთადერთი ჩვენ რაც დაგვრჩენია უკვე, მე მგონი თხოვნა აი პიროვნებისა, ვინც შეიძინა, ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით იმ პიროვნების სახელი გვარი. ვთხოვოთ რაღაცნაირი კუნძული მაინც გამოგვიყონა ამ შენობაში და დაგვტოვონა როგორც ქართული კულტურის კერა. ეს შენობა გაიყიდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, და ჩვენ ბევრი ვეცადეთ, ბევრი წერილები ვწერეთ პრეზიდენტის, მთავრობის და სხვათა სახელებზე, როგორმე შენარჩუნებული იყო ეს ქართული დიასპორისთვის, მაგრამ ეთყობა ასე გადაწყვეტეს და ჩვენ უკვე არავითარი ძალა არ გვაქვს ამას რომ შევეწინააღმდეგოთ. მალხაზ ხარძეიშვილი 1994 წლიდან მზიურის ქართული სახლის დირექტორია. ის იხსენებს, რომ კულტურის ცენტრის საკუთრებაში გაფორმების შემდეგ მოსკოვში არაერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა. იმისათვის, რომ შენობიდან სხვა ორგანიზაციები გაეყვანათ. ქართული კომპანია არის ჩვენთან დარეგისტრირებული და ასე ვთქვათ, ქართული ინტერესების გამტარებელი ამ შემთხვევაში და პრინციპში მისასალმებელი არის, რომ მაინც საქართველოსთან მოხდა ესეთი ქონების ყიდვა და ის ორგანიზაცია, რომელმაც იყიდა, მაინც საქართველოსია და საქართველოში არის დარეგისტრირებული, ასე ვთქვათ. ალბათ რაღაც პლუსი მაინც არის, რომ ვთქვათ რაღაც იმას ავსტრალიელმა არ იყიდა და რაღაც იმიდან, აქვე ზანზიბარიდან ვიღაცა. ტრასეკა გრუპ ჰოლდინგი საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია. ამბობენ, რომ მისი დიდი ნაწილი ყაზახებს ეკუთვნით. პირველი დიდი ინვესტიცია მათ სწორედ მოსკოვში მზიური